ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სოფელში მაცხოვრებელი ოჯახებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის. მე მონაწილეობ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს სოფელში მცხოვრები ქალბატონების ეკონომიკურად გაძლიერებას. ძალიან დიდი სტიმულია, ძალიან ბევრი კავშირებია, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ამ პროექტის ფარგლებში. ძალიან დიდი მხარდაჭერა მათი მხრიდან, რაც უდაო ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე მე-6 წელია, რაც ოჯახთან ერთად თბილისის სოფელში გადმოვედი საცხოვრებლად და დაკავებულები ვართ სოფლის ტურიზმის განვითარებით. ჩვენი მთავარი მიმართულება არის მეფუტკრეობა. ვიღებთ სკოლის და ბაღის ჯგუფებს და ვატარებთ აგროშემეცნებით მასტერკლასებს. აქედან გამოირჩევა მეფუტკრეობის მასტერკლასი, რომელსაც ვატარებთ ჯერ თეორიული ნაწილით იწყება. ბავშვებს ყველა საჭირო ინფორმაციას ვაწვდით ფუტკრების შესახებ და ამ კუთხით ვეწევით ამ დარგის პოპულარიზაციას. ვაცნობთ ქართულ ფუტკარს და ვუხსნით თუ რითი არის გამორჩეული ქართული ფუტკარი. ასევე გვაქვს არტ-თერაპიის საათი თემატიკასთან დაკავშირებული გამოსაჭრელები და გასაფერადებლები. გვაქვს პრაქტიკულ ნაწილში სკების დათვალიერება. ბავშვებს ვაცნობთ შესაბამის ფორმებს, ეკიპირებულს, უსაფრთხოების დაცვით მიყვავს 5 ბავშვი, რასაც თეორიულ ნაწილში პატარები გადიან, იმას უკვე პრაქტიკულად ნახულობენ, სკაში როგორ გამოიყურება. შემდეგ გვაქვს თაფლის დაწურვა. უკვე მზა ამალაგებულ ჩარჩოებს ვალაგებთ ციფროში და პატარები თავისი ხელით წურავენ თაფლს. საჩუქრად, რა თქმა უნდა, გადაეცემეთ თავისი ხელით დაწურული თაფლი. ვცდილობთ, რომ წამოვწიოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ სოფლის ცხოვრებას. ჩვენ თვითონ გვყავს 5 შვილი, მე-6 მოლოდინში ვართ და ვფიქრობთ, რომ სოფელში ცხოვრება არის არა მარტო სასიამოვნო, არამედ პერსპექტიული.